გურამ დადიანძის ამბავთან დაკავშირებით მე სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი ერში ასეთ უმძიმეს მდგომარეობას. ეს ფაქტიურად საერთო ეროვნული ისტერიკა არის. ელემენტარულად, რა ვიცი, უამრავი ადამიანი ამით ცხოვრობს. სპორტული ინტერესი ცხოვრობსო დააბრალოს. მე მათთვის სრულად უცნობ ადამიანებს შეთქმულება მოკლეს 17 წლის ბავშვი. და ამას აკეთებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 12 წლის წინ თვითონ ბავშვები იყვნენ. ანუ რომ წარმოვიდგინოთ სიტუაციის აბსურდი. მე ხლა აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ, არავინ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მე საერთო ეროვნული მდგომარეობა მაინტერესებს. წარმოვიდგინეთ ასეთი აბსურდი, რომ 12 წლის წინ 14-მა თუ 15-მა თინეიჯერმა იქ მხოლოდ ერთი იყო დასრული მამაკაცი ის კახა, ჩაიდინეს დანაშაული, ანუ ფაქტობრივად უმრავლესობის აზრით მოკლეს მათი უახლოესი ადამიანი, ეს გურამი, რომელიც ერთად იზრდებოდნენ და ერთად იყვნენ იქ და ამ შეთქმულებაში იყვნენ 15-16 წლის ბავშვები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მკვლელობა, შეთქმულება რაღაცა ჩაიდინა 15-მა ადამიანმა. და რატო ვერ იპოვეს ეს, თქვათ, ცხედარი, თუ მათ ეს გააკეთეს. იმიტომ რომ მაშინვე პრაქტიკულად ეს ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, მეგობრებო, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ დაკარგვისთანავე, რა ვიცი, სადღაც 9 საათში 20 წუთში დაიწყო საძიებო სამსახურების მიერ, სამაშველო სამსახურების მიერ და პოლიციელების მიერ ძებნა. ამაში იყო ჩართული პრაქტიკულად იქ ორი მიმდებარე სოფლის მოსახლეობაც. დასტურდება ოფიციალურად ის, რომ იმ ბავშვებს არ მიუტოვებიათ ეს გური, როცა ის დაიკარგა და დღეების განმავლობაში მინიმუმ ეძებდნენ მას. აი რაღაც მე ვნახე კაცო ადამიანები იქ, რომლებიც ლაივებში ზიან მთელი დღე და ღამე, იქ ჭამენ, იქ სვამენ, რა ვიცი, და სპორტული ინტერესით განაქიქებენ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ იცნობენ. და აი იქ რატომ ასე თქვა, აქ მე ესე როგორ თქვა, 15-16 წლის ბავშვები, 12 წლის წინ ასე იყო. დღეს რაღაცას ისე ვერ ამბობენ. რაღაცეები შეიძლება სხვადასხვანაირად ჩამოაყალიბონ. აი თქვენ ახლა წარმოვიდგინეთ თქვენი თავი 15-16 წლის წლისა რო იყავით 12 წლის წინ და ახლა როგორ გაიხსენებთ ამას თუ იმ დეტალს, ამათ თუ იმ მონაკვეთს. აი სად არის ლოგიკა? იქ მედიუმები და რაღაც ნათანხმიერები და მჭყიბეები გამოჩნდნენ, რომლებიც წარმოუდგენელ სისულელეებს ამბობენ, რა ვიცი. უცხოპლანეტელების ვერსიასაც განიხილავენ სერიოზულად. არ ვიცი. ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მეგობრებო. როცა აი უამრავი ადამიანი უაპელაციოდ ხელს ადებს, თუნდაც იგივე მამიდას, რომელიც როგორც ირკვევა 10 წლის ასაკიდან მოყოლებული ზდიდა ამ ბავშვს, იმიტომ რომ დედა ემიგრაციაში იყო თურქეთში. და მთელი 8 წელი, რა ვიცი, 7 წელი ამ ბავშვს ზრდიდა გურამს. და ახლა აი როგორ უნდა წარმოიდგინოთ, რომ მამიდა მას ამ შეთქმულებაშია. ანუ პრაქტიკულად მოამზადეს, რომ მოეკლათ ესა გურამი და წაიყვანა 15-მა კაცმა სპეციალურად იმაში, რა ქვია, ლომისობაზე, რომ იქ მოეკლათ.
ავიცი ყველაზე რეალური ვერსია ის არის რომ ბავშვი ჯერ დაიკარგა და შემდეგ რა ვიცი ღმერთმა აცოცხლოს და გამოჩდეს შეიძლება მართლა რაღაცა მოუვიდა და მართლა რაღაცა წავიდა უკან და აღარ დაბრუნდა იმ ქვიდან რომელზეც ჩამოჯდა ეს ლოგიკურად ჩანს თინეიჯერი იყო ბავშვი იყო იმას შეიძლება ერთი რა ვიცი ცუდი გამოხედვა ან არასწორი რაღაც სიტყვა შეიძლებოდა რაღაც სხვანაირად აღეკვა და გაბრუნებულიყო უკან არ წამოყოლოდა თქვა გადაეწყვიტა ასე არ წამოყოლოდა იმ რა ქვია მარშრუტკაში თბილისში აღარ წამოსულიყო და რა ვიცი ამბობენ ვიღაცეები რომ იქ იმ დილას უკვე მეორე დილას როცა ის დაიკარგა ზემოთ ტაძართან ნახა რაღაც ორსულმა ქალმა და გაიხსენდა რომ იქ იყო ეს ბიჭი. არავინ არ იცის. ასე რომ აი მე ყველაზე ჩამოყალიბებულად ის თქმა შემიძლია პირველი ის არის რომ არავითარი რაღაც მკვლელობა და რაღაც შეთქმულება იქ არ არსებობს. იმიტომ წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ნონსენსი ამ სოფლიო რა ვიცი კრიმინალისტიკას არ ასოსო 15-მა კაცმა ასე ისაქნა რა ქვია დაგეგმა შეთქმულება და მე ასე შეინახა 15 წლის განმავლობაში კიდე და იქთან ამ 15-დან ყველა იყო არასრულწლოვანი თითქმის ხო და მეორე ის არის რომ ჩვენ სერიოზული ფსიქიკური პრობლემა გვაქვს ძალიან სერიოზული ფსიქიკური პრობლემა გვაქვს ნუ ეხლა ეს იქიდანაც ჩანს რომ ასეთი ხელისუფლება გვიზის აგერ უკვე ამდენი წელია და ამას ვითონთ ეს ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე ეს რეალურად დიაგნოზი არის აი ასეთი ხელისუფლება რომელიც ღიად ყიდის სამშობლოს და ღიად ძარცვავს და ანადგურებს საკუთარ ერს და ეროვნულ უმცირესობად გადაქცევას უპირებს ასეთ ხელისუფლებას რომ ვიტანთ ეს მართლა სერიოზული პრობლემაა და ქუჩაში რამდენიმე 1000 ადამიანის გარდა რო არ გამოდის გასაპროტესტებლად. აი ამის თქმა მინდოდა რა ვიცი. დაუფიქრდით, აბა როგორ უნდა დააბრალო ასე მასობრივად მკვლელობა იმ ადამიანებს რომლებსაც არავითარი მოტივი არ გააჩნია. მკვლელობა ხო საერთოდ მოტივი არის. რომ რაღაც ასეთი საზარელი რაღაც ჩაიდინოს თან ასეთ ასაკში. ორი ადამიანი რომ არის შეთქმული, იქაც კი რაღაცა უკვე გარეთ გამოდის და ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ამდენი ხნის განმავლობაში ეს რამე დამალულიყო და თავარია ცხედარი არ არის კაცო 9 საათის შემდეგ დაიწყო ის სამაშველო ოპერაცია და კვალიც ვერ იპოვეს იმ ბავშვის რომ აი თქვა დაუშვათ რომ ის კახა რომელიც მიბრუნდა იმ ქვაზე დამჯდა გურამთან და მოკლა რატომღაც საწაიღო მე ის ცხედარი სად გააქრო ხო არსებობს რაღაცა ლოგიკა და სამაშველო ოპერაციის დროს ავიცი ათობით ადამიანი რომ იყო ჩართული ვერსად ვერ მიაკლიეს მთელი დღეების განმავლობაში ეძებდნენ რამის კვირეების კიდე როგორც ვიცი და ვერსად ვერ ნახეს რაღაც გალიკვალი ამ ბავშვის. აი ამის თქმა მინდოდა, აბა დაფიქრდით თქვენ თვითონ და გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს. აი ამ შეთქმულებებში ამ ავიცი არაადეკვატურ განსჯაში ამ სისხლის წყურვილში რომ ვიღაცა ჩაიქოლოს. ავიცი ამას ძალიან სერიოზული პრობლემის სუნი არის საერთო ეროვნული პრობლემის სუნი თან ძალიან მყრალის უფალი გფარავდეთ ყველას და უფალმა გამოაჩინოს ის გურამის თუ ცოცხალი არის